მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ ბუნების ძიახიდან. დღევანდელი ჩვენი ვიდეო იქნება ცოტათი განსხვავებული. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ბერძნული ეგრეთ წოდებული სენდვიჩი, სადაც გამოვიყენებთ ბერძნულ соусებს, სალატებს და დანარჩენს ყველაფერს იხილავთ დეტალურად ვიდეოში, რას და როგორ გავაკეთებთ. ახლა კი წავალ მე მანამდე მოვამზადებ მაყალს, ავანთებ ცეცხლს და ნელა-ნელა შევუდგებით საქმეს. ჩვენი ცეცხლიც მზად არის. გავწმინავთ ახლა სეტკას და დავიწყებთ ხორცის შეწვას. დავაყრით ხოროდ მარილს, ხორცს და შევწავ დანარჩენს სენდვიჩი, რასაც ვზავ განახეთ. ამოვატრიალოთ ახლა ჩვენი ხორცი. ნახოთ რა შვება. მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დააკომენტარეთ თქვენი აზრი და დავიწყებთ უკვე ინგრედიენტების მომზადებასაც, რა ჭირდება და როგორ. გამოღებული არ გვაქვს თებშები. თქვენთან ერთად გავაკეთებ ახლა ამას. ორ პირას თუ ძალიან თხელი არ იყოს, შევკრავ მურს და გამოვაცავ ას. გამოიყურება ჩვენი პატარა თებში ასე. ეხლა სანამ ხორცი მომზადდება, მანამდე დავჭრი პომიდორს თხელ ნაჭრებად. მოე ხამხავსაც მოვათავსებ ჩვენ პატენტ თებში. რომ გამზადებული იყოს. და ნუ ერთი დღე დაგჩენია ხა დავეროდოთ ხორცი შეიწვას და დანარჩენ დეტალებსაც აგიხსნით რას და როგორ გავაკეთებთ. ხორციც უკვე გამზადდა ეს ჩვენ ციტაკებით, ამას ახლა ცოტა გადავალაგებ. აკვირს ხალხი. გავუწევ სალმხარეს. ამას ახლა დავჭრი წვრილად. ეხლა ამ წვრილად დაჭრილ ხორცს გადავიტან ჩვენს პატენტ თებში. რო სხვა ნაწილების დავჭრა. ნუ ეს არის ბერძნული ტრადიციული პური პიტა, რომელსაც
შევათბობთ ახლა ჩვენს მაყალზე და დავიწყებთ უკვე მომზადებასაც. ნუ დავიწყოთ ახლა ჩვენი ბერძნული სენდვიჩის მომზადება. ნუ პირველ რიგში ავიღებ ალუმინის ეგრეთ წოდებულ ფოლგას. ზემოდან დავდებ ჩვენს ბერძნულ პიტას. ნუ ეს არის ბერძნული სალატი, სადაც არის გათლილი კიტრი, მაწონი, ნიორი და ასე შემდეგ. ნუ ეგრეთ წოდებული ძაძი. ეს არის ეგრეთ წოდებული ტიროკაფტერი, ანუ წარე ყველი, სადაც არის დაბლენდერებული ყველი ციტაკასთან ერთად. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველს. ხახვი, პომიდორი და ნუ ჩვენი ხორცი. ნუ ახლა ამას დავასხოთ ეგრეთ წოდებული ჰოთ-დოგის მდოგვს. და ჩვეულებრივ კეჩუპს. და ჩვენი სენდვიჩიც მზად არის. ეხლა მას გადავკეთოთ ასე და შევახოთ ასე. ეხლა უკვე დავაგემონებთ ეგრეთ წოდებულ სენდვიჩს ბერძნული ინგრედიენტებით და გეტყვით როგორი გემოში გამოვიდა. ძალიან მაგარი გამოვიდა. ბუნებაში შემწვარდა ჩემი ხელით გაკეთებული. მაინც უფრო გემრიელი გეჩვენება ალბათ. გავაკეთე სახში თქვენს მიგივე ინგრედიენტები. ნუ თუ გაინტერესებთ როგორ კეთდება ეს ბერძნული ყველის სალატი, ბლენდერში ჩაყარეთ ყველი, ჩაამატეთ ციტაკა გემოვნებით, ცოცხალი მწვანე ციტაკა და ათქიფეთ იქამდე სანამ არ მიიღებს შეთხელებულ მასას. ნუ თუ მოგეწონა ვიდეო გამოიწერე არხი, არ დაგავიწყდეს შენი აზრის და კომენტარება და აუცილებლად მოიწონე ვიდეო. ამასობაში მეგობრებო შემოგვაბნელი და ნუ ამასთანაც შევიძინე ესეთი რაღაც, როდესაც სალაშქროდ ვიმყოფებით ან სიტყვაზე საკემპინგოდ. მიქეს ძალიან 10 евро გადავიხადი ამაში. ნუ არსაიდან არ გამომიწერია, პირდაპირ მაღაზიაში ვიყიდე და მაინტერესებს როგორი შუქი ექნება ახლა. ეხლა ჩავაქრობ კამერის განათებას და გავანათებ ამით. ნუ ახლა ჩავთავ ახლა მას. და ნუ საკმაოდ კაი შუქი აქვს ესეთი. ნუ დღესავით არ ანათებს, მაგრამ არც ცუდი არ არის. ნუ საკმაოდ კაი შუქი არის. ცუდი არ არის, ნუ საკემპინგო დღეს. ნუ ასევე შევიძინე ტაქტიკური ფანარი, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული ზუმი. გადავიხადი ამაში 18 евро და როდესაც შევიძინე ეს გამყიდველმა მითხრა რომ რადიუსი აქვს 1 კილომეტრი და მაინტერესებს რამდენად შორს გაანათებს ეს ფანარი. ნუ ადრე შორთის მქონდა ატვირთული ამ ფანართან დაკავშირებით, უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ მომიხსნა. ახლა კი გავანათებ და თქვენთან ერთად ვნახავ ამ ფანარსაც. ნუ ახლა გავანათებ ამას თქვენთან ერთად და ვნახოთ რამდენად კარგი არის ეს ფანარი და ღირს თუ არა 18 евро. არ ვიცი ხა რამდენად ჩანვარ კადრში და თქვენთან ერთად ვამოწმებ ამ ფანარს. ვა ძალიან მაგარი არის. დღესავით არის ჩათვალე იქ სადაც ამ ფანრის რადიუსია. ნუ ახლა კი შევამოწმებ შიშორეზე, რამდენად შორს გაანათებს. ნუ დაახლოებით იქ არის ალბათ 100-150 მეტრა, ნუ ყველაზე ცოტა მდინარის მეორე მხარეს. და საკმაოდ კარგად ანათებს. ძალიან მაგარი ფანარი გამოდგა. ნუ ღირს 18 евро ნამდვილად ღირს. ნუ უფრო მეძე შორსაც გაანათებს, უბრალოდ იმის იქით ფიზიკურად ვეღარ ვანათებ. ნუ საშუალება მექნება გადავიღებ. ნუ ასევე აქვს სხვადასხვა რეჟიმები, ნუ ეს არის პირველი, ყველაზე ძლიერი, ეს შედარებით სლაბი, ეს უფრო სლაბი. ნუ ეს თითქმის უკვე ყველა ფანარს აქვს სოს რეჟიმი. ნუ ჩვენი ვიდეო უკვე დასასრულს მივუახლოვდა, ნუ მეტი ესეთი არაფერი აღარ დაგვჭირა რომ გავაკეთოთ. დროებით, გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქე ვიდეო და დააკომენტარე შენი აზრი თუ რას ფიქრობ
ამ ყველაფერზე.